ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. იმ პატარა თვალებიდან, რომლებიც სამყაროს სუნთქვას აკვირდებიან და თავიანთ ხმას ჯერ კიდევ ეძებენ. დაბადება ორმაგი ცნობიერებით. ტყუპი ბავშვობიდანვე სხვანაირად ხედავს. ის თითქოს ორი არსებაა ერთში, ერთი რომელიც ხმამაღლა იცინის და მეორე რომელიც ჩუმად ფიქრობს. ის იგრძნობს ყველაფერს ორჯერ, როგორც დამკვირვებელი და როგორც მონაწილე. რატომ? მათი საყვარელი სიტყვაა. ტყუპის ბავშვობა კითხვებითაა სავსე. რატომ, როგორ, რისთვის? სწორედ ეს დაუცხრომელი გონება იბადება მათში ძალიან ადრე და როცა პასუხები ზედაპირულია, ტყუპის გული მარტო რჩება. მოუსვენ არის სხეული, მღელვარე სული. ისინი ვერ ისვენებენ, თითქოს ბავშვობიდანვე შიგნით ქარიშხალია. მშობლები ხშირად ვერ უგებენ, რატომ არ ჩერდება, რატომ უნდა ამდენი რამ ერთდროულად. მაგრამ რეალურად ტყუპი ეძებს სამყაროს, აზრს, აღიარებას. ადრეული მარტოობის განცდა. ხანდახან როცა ზედმეტად ფიქრობდა ან სერიოზულად რაღაცაზე ელაპარაკებოდა დიდებს, სწორედ მაშინ გრძნობდა, რომ თითქოს არავის ესმოდა და ის მარტო რჩებოდა ფიქრებსა და წიგნებში. თამაში არის კომუნიკაცია. ტყუპი თამაშით გამოხატავს საკუთარ თავს. ის იგონებს ისტორიებს, თქმის დიალოგებს, იცვლება პერსონაჟებად. ეს არის გზა სამყაროსთან ურთიერთობის. შიდა წინააღმდეგობები ჯერ კიდევ პატარაობიდან. ერთ წამში ბედნიერი ბავშვია, რომელიც იცინის. მეორე წამში ჩუმად ზის და ფანჯრიდან იყურება. ის უკვე პატარაა, მაგრამ გრძნობს ყველაფერს ორმაგად. პირველმა სიტყვებმა დაიწყეს გზა აზროვნების ქაოსისკენ. როცა იწყებს ლაპარაკს, ის არ ჩერდება. ყველაფერი საინტერესოა. მაგრამ როცა პასუხებს ვერ იღებს, ან როცა ეუბნებიან გაჩერდი, ის იწყებს ჩახშობას, ჩუმად ყოფნას. და იქ იწყება მისი შინაგანი დიალოგი. ტყუპი, რომელიც იმახსოვრებს ყველაფერს. შეგრძნებები, ფრაზები, ტონი, ყველაფერი ახსოვს. ბავშვობის მცირე ემოციურ ტრამებს კი მთელი ცხოვრება თან დაატარებს, როგორც ჩუმად დახატულ სურათებს. სიყვარული, რომელსაც ეძებდა სიტყვებს მიღმა. მას არ ყოფნიდა მხოლოდ ჩახუტება ან სათამაშო. მას სჭირდებოდა, რომ გრძნობები სიტყვებით დაედასტურებინათ. როცა არისმოდა მიყვარხარ, ის ფიქრობდა, რომ რაღაც აკლდა. და როცა იზრდება, ეს პატარა ტყუპი ხდება ზრდასრული, რომელიც დღემდე ეძებს იმ სიტყვას, იმ პასუხებს, იმ მიმღებლობას და ხშირად ისე იღიმის, როგორც ბავშვობაში, როცა ცდილობდა, რომ სხვებს თავი ბედნიერად ეგრძნოთ, თვითონ კი შიგნით უამრავი კითხვით სავსე იყო. ეს ეპიზოდი ბავშვობის სიჩუმეში გამოკეტილი ტყუპისთვისაა. იმისთვის, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს დიდი და ხმაურიანი სამყაროს მიღმა. მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი, რადგან მომდევნო სერია შენს გულს და გონებას ერთდროულად შეაჯახებს. სერია ნომერი 9, ტყუპის გონება გრძნობების წინააღმდეგ, რა ხდება, როცა გული ლაპარაკობს, მაგრამ გონება არ ენდობა.